საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია Global TV-ს უცხოური არხის TNT-ს სიგნალის რეტრანსლაციისგან თავის შეკავებას ურჩევს. მიზეზად კი საკაბელო კომპანიის მიერ საავტორო უფლებების დარღვევა სახელდება. დაახლოებით 2 კვირის წინ კომპანია Global TV-ს ქსელიდან გაითიშა ჯერ იმედის, შემდეგ რუსთავი 2 მზედა საქართველო. მარეგულირებელი კომისიისა და TNT-ს სადისტრიბუციო კომპანიის არგუმენტები და 2 კვირის წინ დაწყებული სატელევიზიო ომი ნახეთ თიკა ანდღულაძის სიუჟეტში. ყველა ქართული ძლიერი არხი, ასე რომ თქვა, გავიდა ჩვენი ქსელიდან, ეხლა იწყება მუშაობა, რომ გავიდეს ჩვენი ქსელიდან ასევე ყველა კარგი უცხოური არხიც. მარეგულირებელმა კომისიამ Global TV-ს ამჯერად ტელეარხ TNT-სთან გაფორმებული კონტრაქტის წარდგენას სთხოვა. თუმცა შუამავალ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება არასრულფასოვნად მიიჩნია და Global-ს რამდენიმე უცხოური არხის ტრანსლირებისგან თავის შეკავება მოსთხოვა. ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში კიდევ ერთ შეზღუდვას ხელისუფლების სურვილს უკავშირებენ. პრობლემები მიზანმიმართულად შეიქმნას. დავწმუნდით, რომ თქვა ეს რეალურია, თქვა თუ სილქნეს პრობლემები არ ექნება, თუ TNT იძახის, რომ თქვა მისი წარმომადგენელი არის ეს კომპანია. და ეს კომპანია იძახის, რომ ჩვენ მე მაქვს ყველა უფლებები, ხიდან გამომდინარე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ აბონენტთა მოთხოვნა იყო, რატომ არის თქვა იმ ქსელში ეს არხი და რატომ თქვენთან არ არის, თუ იქ შეიძლება, თქვენთან რატომ არ შეიძლება. ამის შემდეგ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ გავაფორმებინა ხელშეკრულება ამ კომპანიასთან. მარეგულირებელს არა მარტო TNT-ს გამონდა ქონდეს თქვა პასუხები და ინფორმაცია, არამედ კიდევ რამდენჯერმე მინდა გავამახვილო ამაზე ყურადღება, რომ საერთოდ ყველა კომპანიის გამონდა ქონდეს მოძიებული და ჩვენ პირიქით მარეგულირებელ კომისიას უნდა ვეკითხებოდეთ და ის უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ საკაბელო ოპერატორი ინფორმირებული იყოს. ზურაბ ბაზლიძე ვარაუდობს, რომ Global TV-ს ბაზრიდან გაძევებას ურთდა, ამას რამდენიმე მიზეზით ხსნის. სახელისუფლებო საკაბელო ტელევიზიების მონოპოლიზაცია და ტელეკომპანიების მეცხრე არხისა და მაესტროს მიმწოდებელი საკაბელოსთვის მომხმარებლის წართმევა. მარეგულირებელი კომისია კი ხელოვნურად შექმნილ პრობლემებს კატეგორიულად გამორიცხავს. კახი ყურაშვილის განმარტებით, მარეგულირებელი კომისია დოკუმენტაციის წარდგენას ყველა საკაბელო ტელევიზიას თანაბრად სთხოვს. Global-ს მოვთხოვეთ, ისევე როგორც ნებისმიერ ყველა სხვა ავტორიზებულ პირს ვთხოვთ, წარმოადგინონ ხელშეკრულებები ან სანებართო წერილები იმ არხებისაგან, რომლებიც ჩართვასაც ისინი გეგმავენ თავის საკაბელო ქსელში. აი ასეთი ხელშეკრულება TNT-სთან დაკავშირებით არც Global-ს და არც სხვა საკაბელო ქსელის ოპერატორებს არ აქვს წარმოდგენილი. მათ აქვს წარმოდგენილი ხელშეკრულება შუამავალ კომპანიასთან, მაგრამ შუამავალი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ის არ არის პასუხისმგებელი საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონმდებლობის დაცვას. ჩვენ შუამავალ კომპანია Newtex Holding Limited-ის წარმომადგენელსაც დაუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ ის ტელეარხ TNT-ს ოფიციალური სადისტრიბუციო კომპანიაა რამდენიმე ქვეყანაში და ეს მარეგულირებელ კომისიაშიც უნდა იცოდნენ. Newtex Holding Limited-ში ამბობენ, რომ ამ არხს Global TV-ს გარდა სხვა საკაბელოებსაც აწვდიან და მსგავსი პრობლემა აქამდე არ შექმნიათ. რა არის აქ გაუგებარი და რა ნახა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიამ განსაკუთრებული არ მის. TNT-მ რომელმაც შექმნა სატელევიზიო გადაცემები და შემდეგ გაავრცელა ის საქართველოს თუ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ამ გადაცემების საავტორო და მომიჯნავე უფლებებზე პასუხისმგებელი არის არხი. მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მე ეს ასე ვთქვათ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში გავარცხვისო საქართველოს თუ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სადისტრიბუციო ხელშეკრულების ფარგლებში. არც ერთი არ ჩაირთო. Global TV-ს მარკეტინგის უფროსი არხების ტრანსლირების აკრძალვის გარდა საბაჟოზე დაზიანებულ აპარატურაზეც საუბრობს. ზურაბ ბაზლიძის თქმით, საბაჟო პუნქტიდან გამოტანილი ტექნიკური აღჭურვილობა დაზიანებული დახვდათ და კომპანიამ $40,000 იზარალა. ბაზლიძე ამბობს, რომ ამ საკითხის გარკვევას მათი ამერიკელი პარტნიორი აპირებს, თუმცა უცხოურ არხებთან პრობლემის მოგვარება Global TV-ში უკვე წარმოუდგენლად მიაჩნიათ. ზურაბ ბაზლიძე დარწმუნებულია, რომ სასამართლოში სამართალს ვერ იპოვის და ამიტომ ტელეარხ TNT-ს ტრანსლირების შეწყვეტა